უბრალოდ რეალობა რაც არის, ჩვენ ახლა ინდუსტრიულ ქვეყანად საქართველოს ერთ-ორ თვეში ვერ ვაქცევთ. ამას ჭირდება დიდი მუშაობა. დღეს ამ ეტაპზე რაც ქვეყანას ასრულდგმულებს, ეს არის ტურიზმი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტურისტულობად ინდუსტრიაზე დარჩეს ქვეყანა რაღაც ტურისტული იყოს საქართველო. უნდა განვითარდეს და ეს ტურისტული იმაზე რო არ ვიყოთ ჩამოკიდებული მხოლოდ ფენომენზე, ხო, მაშინ უნდა შეიქმნას ის, რომ ჩვენ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა რუსეთთან. რუსეთთან ურთიერთობის გარეშე საქართველოს ინდუსტრიული ვერ გახდება. ვერანაირი პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ვერ გავა საქართველოს ფარგლებს გარეთ, იმიტომ რომ საქართველოს უკვე აირჩია ის გზა, რომ ჩვენ რუსული ბაზარი არ გვინაო, ევროპულზე უნდა გავიდეთო, მაგრამ ვნახეთ, რომ ევროპულ ბაზარზე არავინ არ შეგიშვებს შენ. აგერ ევროპელებს უჭერთ თვითონ, აი პოლონელებს ვერ შეაქვთ, მაგალითად ძის პროდუქტები რაღაცა ლიმიტი აქვს. ევროპის ქვეყნები თვითონ ვერ ახორციელებენ ისეთ ბრუნვას, რაც მათ უნდათ, იმიტომ რომ ლიმიტირებულია ევროპული ბაზარი. და ჩვენ რო გვეუნებოდნენ, გვახსოვს ალბათ, რომ რა თქვინა ეს ევროპული ბაზარი, აგერ ევროკავშირის ბაზარი არის 10ჯერ, 20ჯერ უფრო დიდი ვიდრე რუსეთისო. კი, მაგრამ 30 წელი გავიდა, ხო? რატო ვერ შევედით მაშინ? ელემენტარული ღვინო რატო ვერ შევიტანეთ იმ ევროპულ ბაზარზე? ღვინო დღეს პირველი ექსპორტიორი არის რუსეთი, ხო? რუსეთში გადის 80% საქართველოში არსებული ღვინის პროდუქციისა და რაღაცა 20% თუ გადის სხვაგან. 80% გადის რატო ვერ ახერხებთ ევროკავშირს? ეხლა რასაც ვაწარმოებთ, რა არის? ღვინო არის, ჩაი არის და მეტი რა გვაქვს? ეხლა ჩვენ ისეთი ვითომ რაღაცას ვაწარმოებდეთ, აკა ღვინო რატო ვერ გაიტანეთ ევროპაში? რატო მინერალური წყლები ვერ გაიტანეთ? ბორჯომი, ნაბეღლავი რატო ვერ გაიტანეთ? იმიტომ რომ არ გიშვებენ და ეს ყმადაღებული გახსოვთ მილიარდიანი ბაზარი ის არის, რატო ვერ შედიხართ მე რატო? არა, ეს არის სრული იდიოტები არიან, ვერ ცხლებიან ამას. აი, ცით რა, ყველაზე უფრო ცუდი რა არის, ცით ადამიანი თავიდან ფიქრობს რაღაცა ნორმალურად და მე როდესაც აი ამ გავლენის ქვეშ მოექცევა, მე უკვე ეს დასავლეთი რასაც გეუნება, ის უნდა გააკეთო. აი, ერთი მაგალითს მოგიყვათ. ეხლა ზურაბ ჟვანია სანამ ამ თავის ევროპელ რაღაც გარკვეულწილად მეგობრებთან არ მოხვდებოდა და სანამ არ მოიწამლებოდა იმ რაღაცა თავისი ევროპული იდეებით, მანამდე აგერ როგორ ფიქრობდა ეს კაცი, რა ევროპა, ის ევროპაო, შეგახსენებთ, სანამ ის ახალგაზრდა იყო, სანამ ის დაიწყებდა აქტიურ პოლიტიკას, აი ნახე როგორ ფიქრობდა ეს კაცი. რომ საქართველოს არ არის აზია, მაგრამ საქართველოს არ არის არც ევროპა არსებითად. ეს არის ნაწილი აი უნიკალური, საოცრად მრავალფეროვანი და თავისთავადი სამყაროსი, რასაც კავკასია ეწოდება. და სწორედ აი ამ მოძრაობის წამოწყება გულისხმობს აი ამ ორიენტაციის გაბატონებას საქართველოში. რომ ჩვენ დაუბრუნდეთ იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომელიც ჰქონდათ ჩვენ წინაპრებს. ჩვენ დავიკავოთ ჩვენი ბუნებრივი ადგილი მსოფლიო ხალხთა თანასაზოგადოების სისტემაში. აი ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, კულტურული თვითმყოფადობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა, ალბათ ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას თანამედროვე მსოფლიოში. ჩვენ დღეს იმდენად ვართ ჩართული არსებითად ხელჩართულ ბრძოლაში ფიზიკური გადარჩენისათვის, რომ ამ ასპექტებს ჯერჯერობით ყურადღებას არ ვაქცევთ. მაგრამ ეს არის ძალიან სახიფათო მდგომარეობა ჩვენთვის. აი რა სიძახის ეხლა ჟვანია, რომ ჩვენ ვართ პირველ რიგში კავკასიელები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპასთანაც უნდა თანამშრომლობდეთ, მაგრამ ჩვენი ეროვნული იდენტობა და ჩვენ სად ვართ, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და მე ვეთანხმებით ამ ადამიანს, რომ ამ მის პათოში, მაგრამ გადის წლები და რადიკალურად სახეშეცვლილ განცხადებას აკეთებს, რომელიც გახდა მე შემდგომ აი ამ ადამიანების, რომლებიც ეხლა რუსთაველზე დგანან, ეს გარკვეულწილად შემდგომში მათთვის რაღაცა იდეალად იქცა ეს ყველაფერი. აი მოусვენოთ. We are so happy and proud that my generation, our generation was privileged to announce in the hemicycle these very simple words. Me var kartveli da mashasada me var Evropeli. I am Georgian and therefore I am European. Tegi, ადამიანი იძახდა აი კავკასიელები ვართო ჩვენო, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა უნდა შევინარჩუნოთო და ჩვენ ქართველები ვართო და იქ გამოდის ევროპის საბჭოს
ასამბლეას და ლაპარაკობს ჩვენ ვართ ქართველები მაშასადამე ვართ ევროპა. არავით არის მაშასადამე არა ვართ. ჩვენ ვართ ქართველები, არ გვჭირდება დეფინიცია. სამწუხაროდ აი საქართველოში არის ესეთი რაღაცა, ყველგან უცხოეთში პირველ რიგში თავის ეროვნულ პროდუქციას, ეროვნულ თვითყოფადობას ანიჭებენ უპირატესობას. და ჩვენთან საუცხოოდ ითვლება აღმატებულად, გესმის? უცხო ითვლება აღმატებულად. და ყველგან უცხოეთში კაცო პირველი თავისი პროდუქტია, პირველი თავისი ქვეყანაა. ეხლა ლიბერალიზმმა შეიძლება იქაც რაღაცა სხვა ჭტილი მიაყენა ამ რაღაც პოზიციებს, მაგრამ ბიჭო, შედალოცილო ადრე თუ ამას ფიქრობდი. ეხლა იქ რო რაღაცა მიგიღო დივიდენდები, ეხლა გახდა მაშასადამე საქართველო. ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე ვართ ჩვენ. გორგოდ იქ გამოვიდა გიორგაძე, სხვათა შორის აი საკ პატენტის დირექტორი ახალგაზრდა ბიჭი და თქვა, აი განმარტა, არ გვჭირდება ჩვენ ეს არავითარი დეფინიციები და ვინმესთან მისადაგება. ჩვენ ვართ ერთი უნიკალურები და არც კავკასი ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი თუნდა უამრავი რაღაც საამაყო გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება არავისთან შერწყმა. ქართველები ვართ უნიკალურები და არ გვჭირდება, მაგრამ თანამშრომლობა და ურთიერთობა ეს ხო არის, არავინ არ გვიგზავნოს ამას, ხო? და ამიტომაც არის რომ ესე პოზიცია ქარის იმასავით რომ დაუბერავს ლერწამივით არ უნდა იხრებოდე ხან რო იძახდე რომ თვითყოფადობა შევინარჩუნოთ და კავკასიაში ვართ უნდა გავითვალისწინოთ და მე მაშასადამე ევროპელი არ უნდა იძახო